მოგესალმებით მეგობრებო, დღევანდელ ვიდეოში ისწავლით თუ როგორ მოაცილოთ ფოტოს უკანა ფონი კომპიუტერში. რა თქმა უნდა, პირველ რიგში დაგვჭირდება პროგრამა Adobe Photoshop-ი, რომლის განმოსაწერებულსაც მე დავტოვებ აღწერაში, ანუ description-ში. შეგვიძლია გავხსნათ პროგრამა Adobe Photoshop-ი და რა თქმა უნდა, მე გაჩვენებთ ფოტოს, რომელსაც მინდა მოვაცილო უკანა ფონი. ეს არის ჩემ შემთხვევაში გადაღებული ფოტო, შენობა ნაგებობა, რომელსაც მინდა მოვაცილო უკანა ფონი. როგორც ხედავთ, ეს არის ძირითადი ფონი, ანუ შენობა, ხოლო უკანა ფონი არის ბექგრაუნდი. მე მსურს ამ უკანა ფონის მოცილება, ახლა კი გადავიდეთ და მოვაცილოთ Photoshop-ში მას უკანა ფონი. რა თქმა უნდა, პირველ რიგში შევიტანოთ ფოტო, ჩავაგდოთ ხელის მარტივი მოძრაობით და იმისათვის, რომ მას უკანა ფონი მოვაცილოთ, აუცილებელია გავანულოთ ლეიერი. ლეიერის განულება ხდება მარტივად ბოქლომზე მაუსის მარცხენა ღილაკზე ერთხელ დაჯერით. დავაწვეთ და როგორც ხედავთ, ლეიერი განულდა. ახლა კი გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, რაც მოიცავს იმას, რომ ჩვენ მას უნდა მოვაცილოთ უკანა ფონი. პირველ რიგში დაგვჭირდება ხელსაწყო Quick Selection tool, რომელიც შეგვიძლია კლავიატურაზე W ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში გამოვიცახოთ. რა თქმა უნდა, Photoshop-ი გამოირჩევა იმით, რომ აქვს ძალიან ბევრი ხელსაწყო და შესაძლებელია სხვა ალტერნატიული ხელსაწყოებითაც ბექგრაუნდის მოცილება, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვირჩევ Quick Selection tools. ავირჩიოთ Quick Selection tool-ი, მივიტანოთ ფოტოსთან, ბექგრაუნდთან და ხელის მარტივი მოძრაობით მოვნიშნოთ ის არე, სადაც გვინდა რომ უკანა ფონი მოვაცილოთ. როგორც ხედავთ, მოინიშნა. ახლა კი უშუალოდ დავაწვეთ კლავიატურაზე Delete, ანუ წაშლის ღილაკს. შემდგომ კი გადავიდეთ, კვლავ ისევ მოვნიშნოთ შემდგომ ეტაპზე და როგორც ხედავთ, მოინიშნა ეს არეც. ახლა ისევ დავაწვეთ Delete ღილაკს და როგორც ხედავთ, უკანა ფონი მთლიანად წაშლილია, მაგრამ დაგვრჩა მხოლოდ ერთი დეტალი, რომელიც შეგვიძლია მარტივად წავშალოთ, რა თქმა უნდა. პირველ რიგში იმისათვის, რომ გავაკეთოთ აღნიშნული შრის, ანუ არეც განიშნა, ანუ დესელექტი, კლავიატურაზე უნდა დავაწვეთ Ctrl-D ღილაკს და როგორც ხედავთ, გაქრა. ახლა კი ავირჩიოთ ყველასათვის ნაცნობი ხელსაწყო, ეს არის Erase tool და შეგვიძლია მისი ზომა მაუსის მარჯვენა ღილაკზე დაჭერით, გავზარდოთ და შემდგომ კი გამოვიყენოთ და მოვაცილოთ მარტივად. როგორც ხედავთ, უკანა ფონი მოვაცილეთ, მთლიანად უკანა ფონი ცარიელია. ახლა კი გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. იმისათვის, რომ დავწმუნდეთ, თუ რამდენად ხარისხიანად გავაკეთეთ და მოვაცილეთ ჩვენს ფოტოს უკანა ფონი, აუცილებელია უკან ავიღოთ ახალი ბექგრაუნდი და ჩავაცხათ ფერი. პირველ რიგში აუცილებელია შევქმნათ ახალი ლეიერი, რომელიც შეგვიძლია ჩამოვიტანოთ მის ქვევით და ქვევით ჩამოგვაქვს, იმიტომ რომ ფერის, ანუ ბექგრაუნდის ჩასხმა ხდება უკანა ფონზე, ანუ ბექგრაუნდზე. იმისათვის, რომ ფერი ჩავასხათ, უნდა ავირჩიოთ ხელსაწყო Paint Bucket tool და ავირჩიოთ სასურველი ფერი. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მე დავტოვებ შავს, რადგან შავ ფერზე იდეალურად ჩანს უკან დარჩა თუ არა რაიმე, ასე ვთქვათ, ფონი, ფერი და ასე შემდგომ და ამ ყველაფერს შავ ფერზე მარტივად გავარჩიოთ. დავეთანხმოთ, დავტოვოთ შავ ფერზე, მივიტანოთ მაუსის მარცხენა ღილაკს დავაწვეთ და როგორც ხედავთ, შავი ფონი, ანუ შავი ბექგრაუნდი გვაქვს ამჟამად. როგორც ხედავთ, დარჩენილია ელექტროგაყვანილობის ეგრეთ წოდებული კაბელი, რომელიც რა თქმა უნდა მოვაცილოთ და ერთი პატარა დეტალი, რომელიც ასე ვთქვათ, ზედმეტად გვხვდება თვალში. იმისათვის, რომ დარჩენილი ასე ვთქვათ, ხარვეზები მოვაცილოთ, ისევ უნდა დავდგეთ მთავარ ლეიერზე, ანუ მთავარ ფოტოზე, რომელიც თავიდან შევიტანეთ პირველად. იმისათვის, რომ უფრო დეტალურად ვნახოთ, უნდა დავაწვეთ კლავიატურაზე Ctrl+ ღილაკს. Ctrl+-ზე დაჭერის შემთხვევაში, როგორც ხედავთ, ფოტო უფრო ახლოს მოვიდა, ანუ უფრო დაახლოვდა. კვლავ ისევ უფრო მოვიტანოთ ახლოს. და როგორც ხედავთ, უფრო დეტალურად ჩანს ყველაფერი. ისევ კვლავ ავირჩიოთ Erase tool, შედარებით დავაპატარაოთ და გამოვიყენოთ იმისათვის, რომ მოვაცილოთ ფოტოს აღნიშნული ხარვეზი. ახლა კი იმისათვის, რომ უფრო კარგად და მარტივად მოვაცილოთ დარჩენილი არე, ავირჩიოთ Polygonal Lasso tool, კვლავ უფრო მივაახლოვოთ, დავსვათ ერთი კონკრეტული ხაზი, შემოვსაზღვროთ და მაუსის მარცხენა ღილაკზე დაჭერით, საწყის წერტილთან დავასრულოთ, როგორც ხედავთ, შეიკრა, ასე ვთქვათ, რაღაც კონკრეტული ფიგურა, რომელიც ასე ვთქვათ, საჭირო იყო იმისათვის, რომ ეს კონკრეტული შრე მოვაცილოთ და კლავიატურაზე დავაწვეთ Delete ღილაკს. როგორც ხედავთ,
ბექგრაუნდი იდეალურად არის მოცილებული, ახლა კი შეგვიძლია ვნახოთ, როგორ გამოიყურება იგი. როგორც ხედავთ, ასე გამოიყურება ბექგრაუნდ მოცილებული ჩვენი ფოტო, იმისათვის რომ ეს ფოტო შევინახოთ ასე, ანუ გამჭვირვალე ფორმატში. რა თქმა უნდა, პირველ რიგში გათიშული უნდა გქონდეს ბექგრაუნდი, რომელიც უკან გქონდა ჩასხმული, ან შეგვიძლია უბრალოდ მარტივად დავაწვეთ და delete ღილაკით წავშალოთ, რადგან ეს უკვე აღარ გვჭირდება. ახლა კი კლავიატურაზე დავაწვეთ Ctrl-Shift-S ღილაკს ამ თანმიმდევრობით. შეგვიძლია დავაწეროთ ტექსტი და ავირჩიოთ ფორმატი PNG. PNG ფორმატს ვირჩევთ იმიტომ, რომ ფოტოს ბექგრაუნდი ან უკანა ნაწილი დაარჩეს გამჭვირვალე. ვაწვევით save, ანუ შენახვას და ვეთანხმებით OK. როგორც ხედავთ, შეინახა. ახლა კი შეგვიძლია გავთიშოთ აღნიშნული ფანჯარა და შემოვიტანოთ ჩვენს მიერ დამუშავებული ფოტო. როგორც ხედავთ, ეს არის ჩვენს მიერ დამუშავებული ფოტო, ეს კი ძირითადი პირველი ნაწილი, რომელსაც ვიდრე დავამუშავებდით. შევიტანოთ პროგრამაში, როგორც ხედავთ, გამოიყურება შემდეგნაირად. ახლა კი ვნახოთ ორიგინალი ვარიანტი და შევადაროთ გვერდიგვერდ. თუ რა სხვაობაა მათ შორის. როგორც ხედავთ, გამოიყურება შემდეგნაირად. სხვაობას თქვენთვისაც ხედავთ და ამჩნევთ. ამ ვიდეოს მთავარი მიზანი იყო გესწავლათ, თუ როგორ უნდა მოვაცილოთ ფოტოს მარტივად, ბექგრაუნდი ან უკანა ნაწილი და რაც მთავარია ხარისხიანად. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია Adobe Photoshop-ში და ჩემთვის წარმოუდგენელი არსებობს უფრო ძლიერი და უფრო მოსახერხებელი ხელსაწყო, როგორც არის Adobe Photoshop-ი და როგორი პროგრამაც არის Adobe Photoshop-ი. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ ეს ვიდეო დაგეხმარათ, გამოგადგათ, მოიწონეთ ჩვენი ვიდეო, დაწერეთ კომენტარებში თუ როგორ ვიდეოებს ისურვებდით, გამოიწერეთ ჩვენი არხი და გაუზიარეთ რა თქმა უნდა მეგობრებს.